სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ბიბლია ყოველდღე მოგესალმებით ყველას მეგობრებო, მშვიდობა თქვენ და თქვენ სახლს. გაგახაროთ, დაგლოცო და გაგაძლიეროთ ღმერთმა. დღეს ჩვენ შევეხებით ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს, რომელიც ხშირად აწუხებს მორწმუნე ადამიანს. რატომ უნდა ვილოცო? თუ უფალი ყოვლის მცოდნეა, ყოვლის შემძლეა და ისედაც იცის ჩვენი საჭიროებანი, ის ხომ ღმერთია. მეგობრებო, ეს კითხვა არ არის ახალი, იგი საუკუნეების განმავლობაში აწუხებდა ქრისტიანებს. ჩვენ მართლმადიდებლები, სულიერი, ხო მართალი ადიდე, ხო მართლმადიდებლები, ნახეთ, სულიერი ცხოვრება ვერ იარსებებს ლოცვის გარეშე. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, მეგობრებო, რომ ლოცვა არ არის მხოლოდ თხოვნა, ანგარებით ან რაღაცის მიღების საშუალება, არამედ ურთიერთობა, გესმით? ურთიერთობა უფალთან, სულიერი ცხოვრება და ადამიანის შიდა გარდაქმნა. როგორც წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, ლოცვა არის სულის ღრმა სუნთქვა, ხო? ის აღვივებს სიყვარულს ღმერთში და წმინდა სულიერ სიყვარულს სხვებისთვის. ეხლა რა საჭიროა ლოცვა? თვითონ განკაცებულმა უფალმა ჩვენმა ძე წმინდა სამების მეორე პირმა, მეორე იპოსტასი გნებავთ ძე ღმერთი, რომელიც მოვიდა, განკაცდა, გახდა შენაერი, ჩემნაერია, ის გვეუბნება ჩვენ სახარებაში, ხო? ნახეთ, ითხოვეთ და მოგეცემათ, ეძებეთ და პოვებთ, დააკაკუნეთ და გაგიღებეთ. რადგან ყველა მთხოვნელს მიეცემა მძებნელი პოვებს და ვინც აკაკუნებს, გაეღებათ. გაუღებენ. ასევე ჩვენ ხედავთ ლუკას სახარებაში. ამასაც გეუბნებით, ითხოვეთ და მოგეცემათ, ეძებეთ და პოვებთ, დააკაკუნეთ და გაგიღებენ. ხო, ლუკას სახარება 11:9. ეს გვასწავლის, რომ ლოცვა არა უბრალოდ რაღაც სიტყვების რიტუალია და რაღაც ამოვიკითხოთ კორიანთელი სიტყვების და ასე შემდეგ, არამედ სულიერი აქტიურობა, ხო, რომელიც შეიცავს სურვილს, ასე თქვა, ერთად ყოფნისა და ურთიერთობის უფალთან. ჩვენ უნდა გვიყვარდეს ქრისტე ღმერთი. აი მაგალითად ეს როგორ გავს, იცით, აი ესე იგი ბიჭს უყვარს გოგო, ის ესე იგი მოიყვარს ცოლად, შემდეგ ხო შევლენ სახლში და ესე იგი აი ოთახში შევა, შემდეგ და ესე დაждდება და არ ელაპარაკება არც გოგო, არც ცოლი, არც ქმარი. ქმარი არც ცოლს და ასე შემდეგ. ანუ არ ჩაეხუტება, არ ეტყვის თბილ სიტყვებს, იქ და არ დაელაპარაკება საერთოდ. ანუ ეს იმას გავს. მოდით მაშინ ხა როგორი არის, ხო? ასე არის ზუსტად ღმერთთან. ჩვენ საუბრობთ ღმერთთან, ლოცვა არის ესე იგი ურთიერთობა, კავშირი, ასე თქვა, ჩვენ ველაპარაკებით, ვესაუბრებით ღმერთს, ხო? ყველაფერს თავი რო გავანებოთ, აი ყველაფერს თავი რო გავანებოთ, უფალი თვითონ გვასწავლა ჩვენ, ხო, საუფლო ლოცვა, როდესაც მოციქულები ეუბნებიან, გვასწავლეო ლოცვა და მამაო ჩვენო. თვით უფალი გვეუბნება და გვასწავლა, როგორ უნდა ვილოცოთ. აი პავლე მოციქული წერს, რომ ნუ შეგვარვებთ, ნუ რა ვით არის საზრუნავი, არამედ ლოცვა ვედრებისას თქვენი სათხოვარი მადლიერებით გაუმჟღავნეთ ღმერთს. ეს არის ფილიპელთა 4:6. ასევე გახსოვთ თესალონიკელთა მიმართ 5:17, ნუ შეწყვეთ ლოცვას, ანუ მოუკლებლად ილოცეთო. სულ მუდმივად უნდა ჩვენ ვიყოთ ლოცვაში, ხო? იესოს ლოცვა სულ უნდა გონებაში იყოს და ვიმეორებდეთ მას. ანუ მოციქული არ აქ გვასწავლის, ხო, მეგობრებო, აქ რომ ლოცვა არის ყოველდღიური და მუდმივი ცხოვრების, ასე ვთქვათ, პროცესი, ნაწილი, რომელიც ხდის ადამიანს სულიერად გამთლიანებულს. სულის სუნთქვა ლოცვა. ახლა ლოცვის მიზანი, ნახეთ,
გულის აღსარება, ასე თქვა, პირველი ჩვენ ვაღიარებთ საკუთარ თქვა სისუსტეს, ადამიანი, ესე თქვა, სუსტია და ვაღიარებთ ჩვენ ცოდვებს. სულიერი ზრდა ლოცვა ასუფთავებს გონებას და გულს. ის თქვა ნელია, ხო, ანუ ყოველდღიური ურთიერთობა, რომელიც ამაღლებს ჩვენ სულს. მოთხოვნა არა მხოლოდ საკუთარი სურვილებისთვის, ხო, აი, არამედ სხვა ადამიანებისთვის და მთელი სამყაროსთვის ლოცვა. ლოცვა მიცვალებულ ადამიანისთვის, ხო? ანუ ჩვენ ვიცით, რომ ესე იგი დილის ლოცვებში, ესე იგი ჩვენ წერთ ხო სახელებს ჩვენი მიცვალებულების და ცოცხლებისთვის, ასევე. ანუ ვიხსენიებთ ჩვენს ლოცვებში. წმინდა მამები გვასწავლიან, რომ ლოცვა სარგებელია არა მარტო ჩვენთვის, არამედ მათთვისაც, ვისაც ვთხოვთ. ეფესელთა მიმართ 6:18-19 ყოველგვარი ლოცვა ვედრებით დღენიადა გილოცეთ სულით, ეცადეთ მუდამ ხიზლად იყო და გულმხურვალედ ლოცულობდეთ ყველა წმინდისთვის. ისევე როგორც ჩემთვის, რათა მომეცეს სიტყვა და ჩემი პირი თამამად ვიქადაგოს სახარების საიდუმლო. ეფესელთა მიმართ 6:18-19. როგორ უნდა ვილოცოთ? მუდმივი ლოცვა, მეგობრებო, ყოველდღიური, ესე ვთქვათ, როგორც პავლე გვასწავლის, ხო? სიტყვები არ არის საჭირო რაღაც სწრაფად წაკითხვა და რაღაცა სიტყვები რიტმში არ უნდა ესე იგი ჩაჯდეს და ჩავცუროთ ამ რიტმში, ხო? მთავარია გულის მთლიანობა იყოს, გულწრფელი, ნელა წაიკითხეთ სიტყვები აუჩქარებლად და თითოეულ სიტყვას ყურადღებით წაიკითხეთ, ყურადღებით. აი წარმოიდგინეთ შენ ესე იგი როდესაც ადამიანი შედის, რა ვიცი, პრეზიდენტთან, მინისტრთან, ან მეფესთან, ხო დღეს ხო არის მეფე, ხო მონარქია და ანუ წარმოიდგინეთ, არ გვინდა მეფე და ისა. აი შენ სამსახურში თქვათ უფროსთან შედიხარ, ხო, აი ყველას დიდი უფროსი ვინც არის და ხა წარმოიდგინე რომ შედიხარ, ესე იგი ზოგს ეშინია, ну ეშინია როგორ ხა, კი არ ეშინია, უბრალოდ ნერვიულობს, განიცდის, ვთქვათ პრეზიდენტთან შედის ხო და ესე იგი როგორ თქვას, როგორ ესე იგი ის უყუროს, როგორ მოიქცეს, რა სიტყვებით თქვას, გამართულად და თელი მოკლედ აკადემია, ხო? და წარმოიდგინე შენ ვის ესაუბრები, ვინ გისმენს შენ და ესე იგი მუხლი უნდა მოიდრეკო და როგორ და ესე იგი როგორი არის, რომ ეს ხარა ესე იგი ისე რაღაცებს სწრაფად ამობრო, შენ თვითონ ვერაფერს ვერ გებულობ და ზოგი ესე იგი ლოცვის საკითხის დროს საჭმოზე ფიქრობ და იქ რა ჩავიცვა ხვალ, მეზობელს როგორ უპასუხო, რა კარგად ესე იგი მოვიქცე სამსახურში, თანამშრომელი როგორ გავიკითხო და ესე იგი ხვალ მაქანა როგორ დააყენა და ყველაფერზე ფიქრობ გარდა ლოცვისა. აი სამყაროს შემოქმედი ვინც არის, იმას ეჩურჩულები შენთვის და იმას ელაპარაკები ლოცვის დროს. მოკლედ, მეგობრებო, როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, ლოცვის გარეშე ადამიანის სული არა მხოლოდ სუსტდება, არამედ იზრდება, დაშორება ხდება, ესე იგი ღმერთისგან, ხო, ლოცვის გარეშე. მეგობრებო, ეხლა ესე იგი არის შეიძლება ასეთი ადამიანები, რომელიც თქვათ ლოცვა ჯერობით, ესე თქვათ და არ ლოცულობს, მოდით ასე თქვათ და დაიწყეთ დღესვე დაიწყეთ ლოცვა. დილას აღამოს ლოცვები, ხა ყველას გვაქვს ესე იგი სახში თუ არა და მობილურში არის ესე თქვათ აპლიკაცია ლოცვები და ჩამოტვირთეთ და იქ წაიკითხეთ აუცილებლად. არ დაიზაროთ, მეგობრებო, არ უნდა დაიზაროთ და დაიწყეთ, არ უნდა ესე იგი 9 საათი და 40 წუთი და 1 საათი ლოცვა არ უნდა, ჯერ დაიწყეთ ესე იგი მოკლე ლოცვები და შემდეგ უკვე ნელა ესე იგი მოუმატეთ. აქვე უნდა გითხრათ, რომ ლოცვა არის ვარჯიში, ჩვეულებრივი ვარჯიშია, ვარჯიში როგორ ეხლა
ანუ ჩვენ უნდა ნელ-ნელა დავიწყოთ. აი მაგალითად იქ როდესაც მიდიხარ ამა თუ იმ სპორტი როდესაც სპორტში მიდიხარ, ხო ეგრევე ხო არ ეწყებ იქ 300 და 400 კილოგრამის იმას ვერ აწევ ხო შტანგას. ხო? თუ რა ქვია. ანუ ასე არის აქაც, ასე არის აქაც. დაიწყეთ ნელა ლოცვა. დაიწყეთ, ესე იგი 5 წუთიდან დაიწყეთ, 7 წუთი დაიწყეთ ყოველ დღე, მაგრამ ყოველ დღე ილოცეთ. შემდეგ როდესაც გავა და თქვენ თვითონ დაინახავთ, ხო, აი მოთხოვნილება გექნება, თქვენ თვითონ ნახავთ, ამას შეატყობთ. შემდეგ დაამატეთ კიდევ ერთი ლოცვა. ხო, შემდეგ იქ მრწამსი, შემდეგ 50 ფსალმუნი, შემდეგ ღვთისმშობელი და აი ესე ნელა, ანუ იმის თქვა მინდა მოკლედ ერთი სიტყვით, რომ უცებ არ არის საჭირო, იმიტომ რომ პირდაპირ გეუბნებით ეს არის დამღუპველი. შეიძლება ადამიანმა დაანებოს თავი და საერთოდ ესე იგი არასოდეს არ მოგიდოს არ წაიკითხოს ლოცვა, არ ილოცოს და ამიტომ აუცილებელია. აუჩქარებლად კიდევ ერთხელ დაატანეთ ყოველ სიტყვას ყურადღება, გულით და ბოლოს მინდა გითხრათ რომ წარმოიდგინეთ ვის წინაშედ გახართ თქვენ. და ლოცვის დროს, ლოცვის წინ ყოველთვის 1-3 წუთი მაინც 1 წუთი მაინც გაჩერდით ესე იგი გადმოდით ამ ჩვენ პლანეტიდან, ბურთიდან, ანუ ჩვენი პრობლემები, სიხარული, გასაჭირი პრობლემა, გასასწრელი, რა ვიცი, ყველაფერი და ესე იგი სრული ყურადღება გმართებს მეგობრებო ლოცვის დროს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესა და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთათან. ამინ. მადლობა და გაიხარეთ.